დღეს ქუთაისში 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ ღირსეულ საცხოვრებელს, რაც დამეთანხმებით არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ამჟღავნებს ჩვენი ხელისუფლება. მე მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი, ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და დღეს ხელისუფლების პირობებში ადამიანი არის მთავარი სრულის საგანი და ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომასაც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც სათანადოდ აისახება მიდგომებზე დევნილების მიმართ და ზრუნვაზე დევნილების მიმართ და დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება.